ირაკლი კობახიძის შეფასებით ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებული განცხადება უშუალოდ ყოფილი პრემიერისთვისაა პრობლემური, თუმცა ამავდროულად აცხადებს, რომ სხვა მხრივ ამ თემაზე სიღრმისეული კომენტარისგან თავს შეიკავებს. ჟურნალისტის კითხვაზე თუ როგორ შეაფასებდა ღარიბაშვილის განცხადებას, კობახიძემ აღნიშნა, რომ მისთვის როგორც მოქმედი პრემიერისთვის წინამორბედის სიტყვების შეფასება ეთიკურად სწორი არ იქნება. მე ვნახე ეს განცხადება, არ ვიცი რაზეა საუბარი, მე ვიცი ერთი რამ, რომ არის კონკრეტული განაჩენი დამდგარი, დანარჩენი არის მთლიანად სამართალდამცავი ორგანოების საქმე, თქვა კობახიძემ. მისივე თქმით, ეს ძალიან პრობლემური განცხადება, მეტი კომენტარის გაკეთებას კი არ აპირებს. როგორც იცით, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა პატიმრობაში მყოფმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელში გუშინ დაწერა, რომ დღეიდან მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ვრცელ განმარტებას დღეს გაავრცელებს. ნახე ეს განცხადება, არ ვიცი რაზეა საუბარი, მე ვიცი ერთი რამ, რომ არის კონკრეტული განაჩენი დამდგარი. დანარჩენი არის თლიანად სამართალდამცავი ორგანოების საქმე. მე საერთოდ ვერ გავაკეთებ კომენტარს ამ განცხადებაზე, მათ შორის იმის გამო, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ჩემამდე იკავებდა ამ თანამდებობას, შესაბამისად, ჩემთვის ეთიკური თვალსაზრისითაც არ იქნება სწორი მისი განცხადების შეფასება. ძალიან პრობლემური განცხადება, ასე ვიტყოდი, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ, კიდევ ერთხელ ერთი მარტივი მიზეზის გამო. პრობლემური ჩვენთვის არა. პრობლემური თავისთვის, ასე ვთქვათ. გქონდათ გუშინ ამ წერილის გამოქვეყნების შემდეგ რაიმე კომუნიკაცია ივანიშვილთან? ეს საკითხი არსებითად არ განვიხილავს, კომუნიკაცია გუშინ მქონდა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, არ მახსოვს წერილის გამოქვეყნების მერე იყო თუ მანამდე, ეს საკითხი ჩვენ არ განვიხილავს. ეს გარანტიას ვიძლევი, რომ ეს უსაფრთხოება დაცულია და ამიტომ არის ჩვენთვის გაუგებარი ეს წერილი, რაც გუშინ გამოქვეყნდა, განცხადება, რაც გუშინ გამოქვეყნდა, რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე, როგორც მისი, ისე მისი ოჯახის უსაფრთხოება არის დაცული, ბუნებრივია. ეს არის ზოგადად სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. კომპანია სოლიდუსი, რომელსაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინის შეაქვს საწვავის შესაძენად ქართულ კომპანიებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. რადიო თავისუფლებასთან სოლიდუსის მფლობელი ბიზნესმენი გიორგი არველაძე ამბობს, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. 15 აგვისტოს შეპეს რეპსოლმა, რომელიც საცალო ბაზარზე კონექტის ბრენდით ოპერირებს და რომლისგანაც სოლიდუსი ქართულ ბაზარზე ბენზინს ყიდულობდა, განაცხადა, რომ კომპანიაზე დამატებით მიწოდებას აღარ გეგმავს. კონექტ სხვა ქართული კომპანიების მსგავსად საქართველოში ბენზინი ევროპული ქვეყნებიდან შემოაქვს. ადგილობრივ ბაზარზე რთულია ბენზინის პოვნა, არ არის ჭარბი ბენზინი, აქაც მარტივი არ არის საწვავის შოვნა, ამბობს არველაძე. ამასთან არველაძე დათვურ სამსახურს უწოდებს გავრცელებული ინფორმაციას, თითქოს მიწოდებამ აფხაზეთში 3000 ტონა შეადგინა. ეს რიცხვი კი ქართული ოცნების დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა გააჟღერა. პრესაში გავრცელებულმა ინფორმაციამ 3000 ტონაზე გამოიწვია აჟიოტაჟი, მათ შორის გალის რაიონში. ხალხი კითხულობდა, სად არის 3000 ტონა. არ შეიძლება ასეთი არასწორი მოლოდინების შექმნა, ამბობს არველაძე. ბიზნესმენის განცხადებით კომპანიის მიერ აფხაზური კომპანიებისათვის მიწოდებული საწვავი გალში, ოჩამჩირასა და ტყვარჩელში განაწილდა. თუმცა დეფიციტის აღმოფხვრისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგანაც ბენზინი უცებ დაიტაცეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განმარტებით ბიზნესის მხრიდან ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საწვავის შეტანა მთავრობასთან შეთანხმებული იყო. როგორც კობახიძე მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, მთავრობას ნებართვის გაცემისას ოკუპირებულ ტერიტორიებთან დობის აღდგენის მოტივი ამოძრავებდა. პრემიერის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი შევიდა. მისივე განცხადებით, ინიციატივა მოდიოდა არა ბიზნესიდან, არამედ ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ბიზნესმა მიმართა მთავრობას და მიიღო მხარდამჭერი გადაწყვეტილება. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ აბსოლუტურად არასერიოზულია იმაზე საუბარი, რომ რუსეთი ან რუსული ბაზები მარაგდება იმ საწვავით, რომელიც აფხაზეთში შედის. როდესაც ბიზნესმა გამოთქვა ასეთი ინტერესი, როდესაც ბიზნესმა მიიღო ეს წინადადება, ჩვენთან იყო შეთანხმებული და ჩვენ დავინახეთ სარგებელი, რა თქმა უნდა, მათ შორის დობის აღდგენის კუთხით. ინიციატივა მოდიოდა არა ბიზნესიდან, არამედ ოკუპირებული ტერიტორიებიდან, გამომდინარე ქალაქებიდან თუ საოკუპაციო რეჟიმიდან. არა, იქ არ ვიცი კონკრეტულად ვისთან ჰქონდათ საუბარი, მაგრამ შეიქმნა საწვავის დეფიციტი, ეს იყო პრობლემა და თხოვნა იყო ამ საწვავის დეფიციტის შესებასთან დაკავშირებით. არის ჩვენი მოსახლეობა, როგორც ქართული ნაწილი, ისე აფხაზური ნაწილი. ჩვენთვის ისინი არიან ჩვენი მოსახლეობა, არსებობს დობის კუთხით პრობლემა. ომი იყო 90-იანი წლების დასაწყისში და რა თქმა უნდა, ამან ძალიან მძიმე გავლენა იქონია ნდობაზე ქართველებსა და აფხაზებს შორის.
და შესაბამისად დობის აღდგენა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა. და როგორი განცხადებებიც არ უნდა გაკეთდეს, თავარი არის ფაქტი. ფაქტი არის ის, რომ მოსახლეობას აფხაზეთში, როგორც ქართულ ნაწილს, ისე აფხაზურ ნაწილს, მთლიანად აფხაზეთის მოსახლეობას ჰქონდა სერიოზული ჰუმანიტარული პრობლემა და ეს ჰუმანიტარული პრობლემა გადაიჭრა ჩვენი წყალობით. 22 აგვისტოდან საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელის მოქალაქეები, რომლებიც პოლონეთში უვიზო რეჟიმით იმყოფებიან, ქვეყანაში დასაქმებას ვეღარ შეძლებენ. ოფიციალური მუშაობის უფლების არსებობის შემთხვევაშიც კი ახალი დასაქმებისთვის მათ სავალდებულო სავიზო პროცედურის გავლა, ვიზის მიღება დასჭირდებათ. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით შესაბამისი დადგენილება ძალაში 22 აგვისტოს შედის. აღსანიშნავია, რომ შეზღუდვა ეხება მხოლოდ უვიზოდ ყოფნისა და მუშაობის დაწყების კომბინაციას. უვიზო რეჟიმი კი პოლონეთში მოგზაურობისთვის ჩვეულებრივად შენარჩუნდება. ამასთან პირები, რომლებმაც მუშაობა 22 აგვისტომდე დაიწყეს და აქვთ შესაბამისი ნებართვა, შეძლებენ საქმიანობის გაგრძელებას უვიზოდ ყოფნის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე. 22 აგვისტოს შემდეგ დამსაქმებლებს მოეთხოვებათ შეამოწმონ არამხოლოდ მუშაობის ნებართვა, არამედ უცხოელის პოლონეთში ყოფნის სამართლებრივი საფუძველით ვიზის არსებობა. პოლონეთის ხელისუფლება გადაწყვეტილებას შრომითი მიგრაციის მკვეთრი ზრდით და უვიზო რეჟიმის სამუშაოდ გამოყენების ხშირი შემთხვევებით ხსნის. რაიმე კონკრეტული ფაქტი არის მოყვანილი, არ მგონია რომ რაიმე კონკრეტული ფაქტი იყოს მოყვანილი, ჩვენ ვითხოვთ ფაქტებს. ასე უპასუხა პრემიერმა კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას თეთრი სახლის ანგარიშზე, რომელშიც საქართველოს ჩინური საქონლის ამერიკული ტარიფებისათვის გვერდის ავლის შესაძლო მარშრუტად არის მოხსენიებული. კობახიძის განცხადებით ანგარიში საქართველოსთან დაკავშირებით კონკრეტული ფაქტების არსებობა მისთვის უცნობია. პრემიერი ამბობს, რომ სხვადასხვა მხარეს, მათ შორის თეთრ სახლსაც შესაძლოა ფაქტებზე დაუფუძნებელი ან არასწორი ინფორმაცია მიეწოდოს. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ქვეყანაში მსგავსი სქემა არ არსებობდეს. ფაქტი თუ იქნება, რეაგირებაც იქნება, განაცხადა დღეს კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ თეთრმა სახლმა აგვისტოში გამოაქვეყნა ანგარიში სახელწოდებით დიდი სატრანზიტო თაღლითობა, რომელიც ჩინეთიდან შეერთებულ შტატებში საქონლის გადაზიდვის სქემებსა და ამერიკული ტარიფებისათვის გვერდის ავლის შესაძლო პრაქტიკებს ეხება. ანგარიშის თანახმად ჩინური საქონელი შესაძლოა თავდაპირველად მესამე ქვეყნებში გაიგზავნოს, სადაც მისი წარმოშობის შესახებ ინფორმაცია იცვლება, რის შემდეგაც პროდუქცია ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე შედარებით დაბალი ტარიფებით შედის. სწორედ ამ კონტექსტშია დოკუმენტში მოხსენიებული საქართველოს სხვა ქვეყნებთან ერთად. ანგარიში ქვეყნებს რამდენიმე კატეგორიად ყოფს. საქართველოსთან ერთად ერთ კატეგორიაში მოხვედრილია აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, სინგაპური, შვეიცარია და სხვა სახელმწიფოები. არ მგონია რომ რაიმე კონკრეტული ფაქტი არსებობს. ასეთი ზოგადი განცხადებები ვერ მოგვისმენია, ჩვენ ვითხოვთ ხოლმე ფაქტებს. მე ფაქტებს ვერ გასვთქვა. ანუ შეერთებული შტატებისთვის მისი პოლიტიკის საწინააღმდეგო სქემებს საქართველოში ადგილი არ აქვს. ფაქტი მოგვაწოდა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ არავითარი სქემა ქვეყანაში არ არსებობდეს. ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით მოგვაწოდონ ფაქტი თუ იქნება, რეაგირებაც გვექნება. უზბეკეთის საქართველოს სპორტების გამოყენებით ახალ მსხვილ პროექტებს აანონსებს. უზბეკური მედია წერს, რომ ამის შესახებ უზბეკეთის პრეზიდენტმა შავკატ მირზოევმა მეწარმეებთან ღია დიალოგის ფარგლებში განაცხადა. მისივე თქმით 2027 წელს უზბეკეთი ფოთის საზღვაო ნავსადგურში 500,000 ტონის სიმძლავრის ლოგისტიკურ ცენტრს ააშენებს და ანაკლიის სპორტის პროექტზე პრაქტიკულ სამუშაოებს დაიწყებს. უზბეკეთის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ სატრანსპორტო ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარების ფარგლებში უქმდება საბაჟო გადასახადი დაუტილიზაციის მოსაკრებელი სატვირთო ავტომობილების იმპორტზე, ხოლო საერთაშორისო გადამზიდავებისათვის ვაგონების მიწოდებისას დღეს განაკვეთი 0%-ით განისაზღვრება. მედია აღნიშნავს, რომ ქართული მიმართულება უზბეკური ლოგისტიკისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ტრანსპორტის მინისტრმა ჯერ კიდევ ივლისში თქვა, რომ უზბეკი ავტოგადამზიდავების 60%-ზე მეტი სწორედ საქართველოს მარშრუტს იყენებს. ფოთის პროექტთან ერთად უზბეკეთი მსხვილი სატრანსპორტო ლოგისტიკური ცენტრების შექმნას სხვადასხვა ქალაქებშიც გეგმავს. მიმდინარე წელს უზბეკეთში ჯამში 27 მილიარდის ღირებულების 105 ახალი სამრეწველო და ინფრასტრუქტურული პროექტის დაწყებაა დაანონსებული. ატმისა და ვაშლატამის ექსპორტში შეფერხება პრაქტიკულად აღმოფხრილია. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე მლაშა დოლიძემ განაცხადა. სამინისტროს ინფორმაციით საქართველოში მიმდინარე სეზონზე ატმისა და ვაშლატამის ექსპორტი 17,000-18,000 ტონას მიაღწევს. საექსპორტო ფასი შარშანელთან შედარებით მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, ხოლო გასულ კვირას ექსპორტთან დაკავშირებით არსებული შეფერხებები პრაქტიკულად აღმოფხრილია. თანდათანობით გადის ის პროდუქციაც, რომელიც საზღვარზე მაცივრებში ინახებოდა, ამბობს მინისტრის მოადგილე. მისი
მისივე განცხადებით, ატმისა და ვაშლატამის წარმოების მხარდაჭერა აგროდაფინანსების პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტიც იქნება. 16 აგვისტოს ინფორმაციით ქვეყნიდან ექსპორტირებულია დაახლოებით 17-დან 18,000 ტონამდე, საბოლოოდ 17,500 ტონას ვარაუდობთ, რაც შეეხება საექსპორტო ფასი დიდად არ განსხვავდება შარშანდელისგან, არის მცირედი სხვაობა, როგორც მოგეხსენებათ, გასულ კვირას და უფრო ადრეც იყო გარკვეული შეფერხებები ექსპორტთან დაკავშირებით, თუმცა ეს შეფერხებები პრაქტიკულად აღმოფხვრილია. პროცესი მიმდინარეობს სტაბილურად, თანდათანობით გადადის პროდუქცია, რომელიც მაცივარში ინახებოდა საზღვარზე და ნორმალურად მიმდინარეობს პროცესი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით 2026 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან უალკოჰოლო გაზიანი სასმელების ექსპორტი გაიზარდა. საექსპორტო ბაზრებზე ექსპორტირებულია 7,8 მილიონი ლიტრი, 120,4 მილიონი დოლარის ღირებულების უალკოჰოლო გაზიანი სასმელები. ექსპორტის ღირებულება გაზრდილია 22%-ით, ანუ თითქმის 22 მილიონი ლარით, ხოლო რაოდენობა 11%-ით, ანუ ზრდა 11 მილიონი ლიტრია. უალკოჰოლო გაზიანი სასმელების ძირითადი საექსპორტო ბაზრები მეზობელი ქვეყნებია. ასევე პროდუქცია გადის ყაზახეთში, უზბეკეთში, ისრაელში, უკრაინასა და სხვა ქვეყნებში. თბილისის მერია აღმაშენებლის გამზირის თამარ მეფის გამზირიდან მარჯანიშვილის მოედნის ჩათვლით არსებული საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაციას გეგმავს. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის ხდომაზე განაცხადა, სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სატენდერო განაცხადების მიღება 3 სექტემბერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 6,996,865 ლარია. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია აღმაშენებლის გამზირის აღნიშნულ მონაკვეთზე საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება. კერძოდ მოწესრიგდება სანიაღვრე ქსელი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ტროტუარებსა და საავტომობილო გზას. თბილისის მერიის ინფორმაციით, არსებული დაზიანებული ქვაფენილი ახალი ასფალტის საფარით შეიცვლება. ასევე მოეწყობა ველობილიკი, გარე განათების ქსელიც განახლდება და ინფრასტრუქტურა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირდება. პროექტის ფარგლებში გამზირის მნიშვნელოვანი მონაკვეთის რეაბილიტაცია განხორციელდება. მთლიანად იქნება ყველაფერი მოწესრიგებული. პირველი ეს არის სანიაღვრე ქსელი, რომელსაც ჩაუტარდება რეაბილიტაცია, ასევე ტროტუარები და საავტომობილო გზა მთლიანად მოწესრიგებული იქნება, არსებული დაზიანებული ქვაფენილი ასფალტის ახალი საფარით ჩანაცვლდება, მოეწყობა პარალელურად ველობილიკი და ყველანაირად იქნება გამართული ინფრასტრუქტურა. თბილისში სამთავრობო ქალაქის მშენებლობის ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ხელშეწყობისთვის უწყებათა შორისი კომისია შეიქმნა. კომისიას თავად პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს, ხოლო თავმჯდომარის მოადგილეები იქნებიან პარლამენტის თავმჯდომარე და ინფრასტრუქტურის მინისტრი. კომისიის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია სამთავრობო ქალაქის მშენებლობის ფარგლებში პროექტების პრიორიტეტებისა და მშენებლობის რიგითობის განსაზღვრა იქნება. ასევე კომისიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება პროექტების შერჩევისა და საპროექტო გადაწყვეტების, მათ შორის დიზაინის შეთანხმების შესახებ. სამთავრობო ქალაქის პროექტი თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, გედევანიშვილის ქუჩაზე, ყოფილი არსენალის მთის ტერიტორიაზე იგეგმება. პროექტის თავდაპირველი კონცეფციის მიხედვით სამთავრობო ქალაქში უნდა განთავსდეს პარლამენტი, მთავრობის ადმინისტრაცია, სამინისტროები, თბილისის მერია და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური. ტერიტორიის გენერალური გეგმა უნდა მოიცავდეს ადმინისტრაციული შენობების გარდა სატრანსპორტო და საპარკინგი, ასევე სარეკრეაციო და გამწვანების ინფრასტრუქტურას. ფულადი გზავნილების ზრდის ტემპი შენელდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით 2026 წლის ივლისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 350 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4%-ით, ანუ 13 მილიონი დოლარით მეტია. როგორც სტატისტიკიდან ირკვევა, შეერთებული შტატებიდან გზავნილები წლიურად 11%-ით გაიზარდა და 67,8 მილიონი დოლარი შეადგინა. ისრაელიდან გზავნილები 21,6%-ით 29,3 მილიონ დოლარამდე, ხოლო თურქეთიდან 22%-ით 12,2 მილიონ დოლარამდეა გაზრდილი. კვლავ კლებაა რუსეთიდან, კერძოდ ივლისში რუსეთიდან 42 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, რაც წლიურად 7%-ით შემცირებული მაჩვენებელია. ფულადი გზავნილების ყველაზე დიდი წილი კვლავ ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის. ივლისში ევროკავშირიდან გადმორიცხულმა თანხამ 153 მილიონი დოლარი, ანუ მთლიანი გზავნილების 44% შეადგინა. წლიურად გზავნილები 2,4%-ით არის გაზრდილი. ევროკავშირის ქვეყნებიდან მაღალი წილით კვლავ იტალია, გერმანია და საბერძნეთი გამოირჩევიან.
ეროვნული ბანკის მონაცემებით 2026 წლის ივლისში საქართველოსთან საზღვარგარეთ 39 მილიონი დოლარი გადაირიცხა. ეს მაჩვენებელი 4.7%-ით მეტია 2025 წლის ივლისის მაჩვენებელზე. აღსანიშნავია, რომ როგორც წინა გადარიცხვებში თურქეთი აზერბაიჯანმა ჩაანაცვლა. კერძოდ 2025 წლის ივლისში ქვეყნიდან ყველაზე მეტი თანხა თურქეთში გადაირიცხა. წელს კი პირველ ადგილზე აზერბაიჯანია. ათეულშია რუსეთი, უკრაინა, უზბეკეთი, საბერძნეთი, ყაზახეთი, იტალია, გერმანია და სომხეთი. სამხრეთის გაზის კორიდორის დატვირთვა გაიზარდა. აზერბაიჯანის სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტის მონაცემებით წელს 7 თვეში ბაქო-თბილისი აზრუმის მილსადენით 13 მილიარდ 385 მილიონ კუბურ მეტრზე მეტი გაზის ტრანსპორტირება განხორციელდა, რაც წლიურად 167 მილიონი კუბური მეტრით, ანუ 1.3%-ით არის გაზრდილი. მთლიანობაში აზერბაიჯანის მიერ მაგისტრალური გაზსადენებით 23 მილიარდ 989 მილიონი კუბური მეტრი გაზი იქნა ტრანსპორტირებული, რაც ჩარშანდელ მაჩვენებელს 2.4%-ით აღემატება. აღსანიშნავია, რომ გაზის საერთო ტრანსპორტირების ნახევარზე მეტი 55.8% სწორედ ბაქო-თბილისი აზრუმის მილსადენზე მოდის. ამ გაზსადენით კასპიის ზღვის აზერბაიჯანულ სექტორში მდებარე შაჰდენიზის საბადოდან მოპოვებული ბუნებრივი აირი აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს მიეწოდება. გაფართოების შემდეგ კი საქართველოს გავლით გაზის მიწოდება ევროპის ქვეყნებისთვისაც ხორციელდება. მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით ტრანსპორტირებული ტრანზიტული ნავთობის მოცულობამ 14.7 მილიონი ტონა შეადგინა, რაც საერთო გადაზიდვების 77%-ია. აზერბაიჯანის სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტის ანგარიშის თანახმად, ეს მაჩვენებელი 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.383.000 ტონით, ანუ 8.6%-ით ნაკლებია. მილსადენით გატარებული ნავთობის საერთო მოცულობის 82% ძირითადად აზერბაიჯანის საბადოებიდან არის მოპოვებული. 17.7% კი, რაც 2.6 მილიონი ტონა ცენტრალური აზიის ქვეყნების, თურქმენეთსა და ყაზახეთის ნავთობია. აღსანიშნავია, რომ კომპანია BIP-ის პრესსამსახურის ინფორმაციით 2026 წლის 1 ივლისიდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის საექსპორტო მილსადენის ოპერირების ფუნქციები BIP-იმ სოკარის შვილობილს გადასცა. ცვლილება მოიცავს მილსადენის სამივე მონაკვეთს, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიას, ასევე სამხრეთ კავკასიის მილსადენის სისტემების მართვას.